Pan David, დღეს საკმაოდ ემოციურად რთული მოსასმენი იყო ბატონი ზაზა გოგავას მიმართ დასმული კითხვები რუსულ ენაზე რომ ყოფილიყო უფრო გავიგებდით თქვენ როგორ შეაფასებთ ის რაც მოისმინეთ იმას რაც მოისმინეთ იცით რა არის მე ხა ცოტა ეს შევხედავ ანუ რეალურად ბატონმა ზაზა გოგავამ რა ისაუბრა ეგ ნაკლებად არის ჩემთვის აქტუალურია ის რომ ასე ვთქვათ არის მოცემულობა სადაც ვიღაც ადამიანები რომლებიცაც ასე ვთქვათ დაპყრობილი აქვს რაღაც შენობა ხელთ უპრიათ უზურპირებული აქვს ძალაუფლება და ამ ძალაუფლებით გამყარებული აქვს ის მოცემულობა რომ ესენი არიან ამ შენობაში იბარებენ ადამიანებს რომლებიც რატომღაც მიდიან იქ და მათ ექცევიან როგორც რაღაც ლეგიტიმურ მოცემულობას. ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტად არასასიამოვნო. ემხრობით. იცით რა არის მინიმუმ თუ მიდიხარ ხო ეხლა მე კონკრეტულად ბატონ ზაზა გოგავას კი არ ვაკრიტიკებ მაგრამ ზოგადად თუ მიდიხარ ანუ მინიმუმ და უნდა დაუფიქსირო იქ რომ მე ხა აქ თქვენთან არ ვარ როგორც სახელმწიფოსთან არ ვურთიეროთ. რაღაცა ისეთ შედიან ამ დისკუსიაში თითქოს სახელმწიფო ესაუბრება მათ. ამ დროს ესაუბრება მათ ბანდ ფორმირების წარმომადგენლები რა. და რეალურად ასევე შედიან ანალიზში რომელიც ამათ არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია რომ საერთოდ ეგ საკითხები განიხილონ. და თუ ეხა რაღაც საზოგადოებრივ ასპარეზზე უბრალოდ სადღაც შენობაში ვიღაცებს უნდათ ჩემთან საუბარი რაღაცა თემაზე ხო? მე ხა შეიძლება არ შემეშინდეს და სადღაც არ დავიმალო მივიდა და ვისაუბრო თუ რამე არის სასაუბრო მაგრამ არა იმ ფორმატში რომ ეს რა ქვია აქ თითქოს ეხა მე მოპასუხე ვარ და ის მსაჯული არის და თითქოს იქ ვიღაცამ რაღაც სამართლებრივი პროცესი უნდა წარმართოს რომელიც არ არსებობს ბუნებაში იმიტომ რომ მათ არ აქვს ლეგიტიმაცია აი ეს მომენტი ცოტა არ იყოს ჩემი აზრით რაღაცა გააზრებას საჭიროებს და მე მგონი დააკლდა ეს და კი სამხედროებიც იყვნენ იქ რამოდენიმე მისული თუ ერთ-ერთი იყო დღეს ანუ ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა არის ეს საერთოდ რას ემსახურება ეს კომისია თქვენი აზრით ეს კომისია ძალიან საინტერესოა რას ემსახურება იმიტომ რომ რეალურად ეხლა რო შევხედოთ შეიძლება ამათ უყვართ ამ ივანიშვილის რეჟიმის აი ამ რეჟიმჩიკის წარმომადგენლებს უყვართ ეს რამოდენიმე კურდღლის დეონა ერთდროულად ერთ-ერთი აშკარა არის რომ მათ უნდათ რაღაცნაირად რუსულ დღის წესრიგს უპასუხონ რუს პუტინის მოთხოვნებს ეხლა საჭიროებებს უპასუხონ აი უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე რომ რაღაცნაირად იმან საერთაშორისო საზოგადოების თვალში და ასე ვთქვათ ტრამპის თვალში თუ არ ვიცი ვის თვალში რაღაც ჩამოირეცხონ ეს ოკუპანტის და აგრესორის რაღაცა ლაქა და ამითი ახლა რაღაცნაირად აქ წულუკიანის და ამათი მეშვეობით შექმნან ის რაღაცნაირად ის ფორმალური საფუძველი თითქოს რომ აქეთ ქართულმა სამხედროებმა რამე დანაშაული ჩაიდინეს და ანუ ეს არის რუსეთის დავალება თქვენ ასე უყურებთ ნუ ახლა მოდით ესე ვთქვათ ახლა მე კონკრეტული მტკიცებულებებით ესე პრაქტიკული რეალური გაზომვადი მტკიცებულებებით ვერ გამოვ, მაგრამ ეს რეჟიმი რომ თავიდან ბოლომდე რუსულ ინტერესებს ემსახურება, ნებისმიერი მათი ქმედება, აბსოლუტურად ნებისმიერი ქმედება, რომ პირველ რიგში რუსულ ინტერესებში და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, თუნდაც უსაფრთხოების კონტექსტში, ეს ფაქტია და აშკარა არის. და ეხლა არ შევალ იმ ინსინუაციებში, ეხლა რუსი კოორდინატორები ყავთ თუ არა ყავთ, მაგრამ მათი რეჟიმის წარმომადგენლები რომ მოსკოვში ასე ვთქვათ განისვენებენ და იქედან რაღაც ინსტრუქტაჟები მოდის და ბიძინა ივანიშვილი ეხლა რომ აკვია რუსულ ნარატივზე ზის და მთელი მაგათი რეჟიმი რუსულ ნარატივზე ზის და ამ დღის წესრიგით მოქმედებენ ეს ეხლა არავისთვის აღარ არის დასამალი თვითონ ქართული ოცნების მომხრეებმა ძალიან კარგად იციან რომ ეგრე არის რა უბრალოდ რატომღაც მათ რაღაცა თავის იდენტობის ნაწილად აქციეს მე მგონი ეს რომ რახან ნაციონალურ მოძრაობასთან მაგალითად წინა რეჟიმთან რაღაც პრობლემები ჰქონდათ ეხლა მაინც და მაინც ბოლომდე უნდა ჩაყოლნენ საფლავში რეალურად ამ რეჟიმს რომელიც ეხლა ცდილობს რაღაცა ასე ვთქვათ არქივულად რაღაცეები ამოქეკოს თითქოს და რაღაცა ტიპებში შევიდეს ინსინუაციებში და ასე ვთქვათ რაღაც გაუგებარი პროცესი წარმართოს და ჩვენი ფოკუსი თუ ყურადღება გადაიტანოს რაღაც თემებზე თითქოს აქ ძალიან სერიოზული სპილო არიჯდეს ოთახში და დემოკრატიას თავზე არ გვამხობდნენ და ჩვენს უფლებებს არ არღვევდნენ და ადამიანებს აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანებს ციხეებში არ ამწყობდნენ და მანამდე კიდე აწამებდნენ და ასე შემდეგ ანუ აი ეს მოცემულობა სადღაც რაღაცა ცოტა გაუგებრობაში ვიმყოფებით ასე ვთქვათ საზოგადოება მაგრამ რეჟიმი ცდილობს რომ ხო რეჟიმი ამასაც ცდილობს ძალიან ცხადია კი დიახ და ეხლა წინა გამოსვლით საუბრობდა ეს ერთიან ქვაბში ადამიანების მოხდა ქართულმა საზოგადოებამ მით უმეტეს აი ზუსტად ქართული ოცნების აი ამ მოქმედებების კონტრასტით ეხლა ძალიან კარგად გაერკვია რა რომ რეალურად არავინ აღარ არის არანაირი ილუზიაში რომელი პარტია რას წარმოადგენს და რომელ პარტიას რა უკეთებია
ეხლა ამ კონკრეტულ მოცემულობაში და ამ კონკრეტულ მომენტში ამ საკითხებზე ფოკუსირება და ანუ აი ამ ტიპის ფორმატის შემოტანა და მით უმეტეს აი სამხედროების შემოყვანა და ეს რაღაც კინკლაობა მე ყოფილ და ამ ყოფილ პოლიტიკოსებსა თუ მოქმედ პოლიტიკოსებსა და მე სამხედრო აი ეს რაღაცა თემის შემოყვანა აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებია რას ემსახურება რა აგერ იყვნენ 13 წელიწადი და გამოძიებულიც არის ყველაფერი გამორკვეულიც არის შესწავლილიც არის საერთაშორისო და ადგილობრივ დონეებზეც და აქ არაფერი განსახილველი არ არის რა იქ თუ რაღაცა თემა იყო არაეფექტურობის თემა იყო თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ასე ვთქვათ არაეფექტურობა იყო თუ ბიზანშეუწონილობა იყო თუ რა იყო პოლიტიკურ თუ სამხედრო დონეზე ეს ყველაფერი გარკვეული არის და ანუ რას აკეთებენ ანუ რას ემსახურება მაშინ ეს ყველაფერი ხო აშკარად არის რაღაცა ბუნდოვანების შემოტანა ფოკუსის გადატანა განხეთქილების გამოწვევა ასე ვთქვათ აი რაღაც თუნდაც ოპოზიციურ საზოგადოებაში საკუთარ ასე ვთქვათ ბაბლში ანუ აი რომლის ზომბირებასაც ეს ყველა მეთოდით და ყველა შესაძლებლობით ცდილობენ ანუ მათი ასე ვთქვათ რაღაცა მენტალურ გაუგებრობაში შეყვანა აი ეს არის ძირითადი მცდელობა და რუსული დღის წესრიგის გამყარება იმ თვალსაზრისით რომ იქნება როგორმე ახლა გამოკვეთონ აქედან რომ ეს არის რა ქვია სამხედროების ქართულ სამხედროების მიუძღვით რაიმენაირი დანაშაული იქა და მაგისთვის შენ ცოტა ადრეც გვამზადებდეთ თითქოს რაღაცა ბოდიშის მოხდის ნარატივების შემოღება ძალიან კარგად კომისია ბოდიშიდან მოყოლებული ივანიშვილის ეცადა ეს ნარატივი ვერ გახადა ხალხში მისაღები ბოდიში არ გვაქვს მოსახდელიო ყველა მოპასუხა მას ეს იქნებოდა გმირების ოჯახის წევრებიდან დაწყებული თუ რიგითი მოქალაქისგან დამთავრებული რიგითი მოქალაქი დასრულებული და აი ახლა ამ თემის კვლავ გაცოცხლება ის ერთადერთი ვის ინტერესში შედის არის კრემლია და აი ეს კითხვები თუნდაც რაღაცნაირ საიდუმლო დეტალებზე ხომ რაღაც აი არა საფიშირო დეტალებზე ასეთ უკვე გარკვეულ სიმართლეზე დამტკიცებულზე ჰააგაში იქნება ეს თუ სხვაგან ხომ რა ამის მიზანი სხვა არაფერია ერთადერთი ვინც ამით ასე ვთქვათ ხეირობს ამ დღეს არის რუსეთის ხელისუფლება მაგრამ რას ხეირობს ივანიშვილის რეჟიმი ბოდიში არაპოპულარული იყო ეს რასაც ისინი დღეს აკეთებენ ვისთან მოიპოვებს პოპულარობას ხო ანუ ივანიშვილის რეჟიმი რას ეხლა ივანიშვილის რეჟიმის ხეირი ცოტა ისეთი აბსტრაქტული ამბავია იმიტომ რომ ეს უკვე არ ვილაპარაკოთ პროტესტზე ეს არის თუ ოპონენტების დაჭერის სურვილია დიახ ანუ საკუთარ აი ამ რაღაცა რაც შემორჩა ის მხარდამჭერები ასე ვთქვათ რაღაცა ნაწილი მხარდამჭერების რომელიც არაზრუნებს უბრალოდ არ უნდა ძალიან ანუ ბოლომდე ჭამს ამ პროპაგანდას რასაც ესენი უშვებენ ანუ იქ როგორმე ესენი არ შეინარჩუნონ და არ გაექცეთ არ გაეფანტოთ ეს მხარდამჭერები ამათ ეხა კიდე ყვებავენ რომ აი ნაცები და აი რა ხდებოდა და აი ჩვენ რა კარგები ვართ და აი ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხვათა შორის ოღონდ რა კარგები ვართ არა განვითარების თვალსაზრისით და არა ქვეყნის წინსვლის და აღჩენებლობის და ეკონომიკის თვალსაზრისით იმიტომ რომ შიმშილით კვდება ეგ ხალხი ხო და სოციალური პრობლემები და უამრავი პრობლემები რომელიც ღრმავდება არამედ აი ესენი ჩვენზე უარესები არიან რუსეთი ზუსტად ესე მოქმედებს სხვათა შორის როგორც ადგილობრივად ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ზუსტად იგივე ამბავი აქვს რომ იცი რა ჩვენ კი ცუდები ვართ მაგრამ აი ისინი ცუდები არიან ანუ იმასაც ვერ ამბობენ რომ ჩვენზე უარესები არიან ამერიკელებიც ცუდები არიან მე რა რომ ჩვენ ცუდები ვართ ხო ანუ თითქოს ეს რაღაცა რომ არჩევანის შესაძლებლობა აქ არ არის თითქოს აქ ეს საზოგადოება არ არსებობს თითქოს ეს ხალხი ახლა ამ ბოლო საპროტესტო ამ პირველ ეტაპზე ამ დეცენტრალიზებული კონსოლიდაციის ფარგლებში ადამიანები არ გამოჩდნენ თითქოს აქ ადამიანებმა ცხოვრება გვერდზე არ გადადეს თითქოს ეს 50 პატიმარი ციხეში არ იჯდეს ეს ადამიანები როგორც ცხოვრება გადადეს გვერდზე როგორც ჩემთვის ესენი არიან პოლიტიკურ ველზე მოთამაშეები არიან პერსპექტივაში რეალურად იმიტომ რომ ვინ არის ყველაზე მეტი პოლიტიკოსი ხა გარდა იმისა ვინ ციცოცხლე გვერდზე გადადგო და რეჟიმს ებრძვის აი მესმის სოციალური კაპიტალი და პოლიტიკური კაპიტალი რა ეს ადამიანები ყველა აქ არიან და მაგას გარდა იმათ გარდა ვინ ციხეში არიან გარეთ არიან ძალიან ბევრი ადამიანები ეს ადამიანები ნელ-ნელა სულ ყველა გამოჩნდებით და ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს შევქმნით ამ ქვეყანაში ეს გარდაუვალი არის რა და ეხა რეჟიმში კი ბიძინა ივანიშვილის აქ რა თეატრებს ჩაატარებს და ვის დაიბარებს კიდე ვიზე რა წნეხს რა ქვია მოახდენს ვის მოისყიდის და ვის გადაიბირებს და გადმოიბირებს ვის რა თანამდებობას შეპირდება და როგორ შეპირდება და ამ თეატრს როგორ მოაწყობენ ეხა და რას შეტენიან ასე ვთქვათ პროპაგანდისტულ ნაგავს ასე ვთქვათ თავიანთ ამომრჩეველს რომელსაც საერთოდ პატივს არ სცემენ რეალურად რა ხო ამას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს და დანარჩენი საზოგადოება რომლებიც ეხა აი ამ საპროტესტო ძალისხმევაში არიან ხო შეიძლება იყოს ყველაზე პასიურიდან დაწყებული ყველაზე აქტიური ადამიანით ეს საპროტესტო საზოგადოება აუცილებლად გააქტიურდება და ბოლომდე მიიღოს ამ საქმეს რასაც აი ამ რეჟიმის ჩამოშლა ქვია ამაში მე აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება უბრალოდ იქნება რთული გზა და ამ გზას ყველა ერთად გავივლით და მერე იქნება აი ამ გამარჯვების მერე იქნება ნამდვილი
ავთენტური დემოკრატიული პროცესი და ამით იზეიმებს საქართველოს მოსახლეობა და ამით იზეიმებს მთელი მსოფლიო ახალ დემოკრატიულ პარადიგმას შევქმნით აი ამ ბიძინა ივალიშვილის რეჟიმის ნანგრევებზე რა და ეს იქნება მაგათი დასასრული დანარჩენი ვერანაირი ხეირი აქედან ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს უბრალოდ ვერ ექნება რა აი ეს არის ჩემი პოზიცია ბოლო კითხვა მაქვს ასეთი ივანიშვილი ფსონსდებდა ტრამპის ახალ ადმინისტრაციაზე თუ შევაფასებთ პროცესებს რაც ამ წუთას ხდება მთელ მსოფლიოში ევროპის ძალიან მკაფიო პოზიციას უსაფრთხოების პასუხისმგებლობაზე ფიქრობთ თუ არა რომ რაიმე შეიძლება დაალაგდეს ამ მიმართულებით ივანიშვილის ასიკეთებით ხო აი წარმატებას უსურვებ ივანიშვილს ტრამპის ასე ვთქვათ ფენომენზე დადოს ფსონი რა იმიტომ რომ ტრამპს თავის საკუთარი ოჯახის წევრი ვერ დადებს ტრამპის იმაზე ფსონს იმიტომ რომ ეს კაცი მოქმედებს აბსოლუტურად სუბიექტური პირადი მოსაზრებების და პირადი ასე ვთქვათ თავისი პიროვნული რაღაცა თემებიდან გამომდინარე და ძალიან რთული არის ეხლა რაიმე ფსონების დადებაზე ვინმეს რაიმე იმედები კონდეს ჯერჯერობით ოღონდ რასაც ვიღებთ ტრამპის მახა შეიძლება ეს არ იყოს ლამაზი შეიძლება რაღაცა მორალურად არ გამოიყურებოდეს და ასე ვთქვათ ეს ისაამაყო რაღაცა პრეზიდენტის მოცემულობა არ იყოს რომელიც შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში გვინდოდეს რომ ვიხილოთ და ასე შემდეგ და რაღაცა ვაჭრული და ასე ვთქვათ ასე დილერშიპული რაღაცა მეთოდებით მოქმედებდეს მაგრამ შედეგად ვიღებთ ძალიან სერიოზულ კონსოლიდაციას ევროპისას ხო ამერიკაში დემოკრატიული პროცესების გამძაფრება მოხდება ახლა და რეალურად იქ სერიოზული დებატებიც მიმდინარეობს და ასე შემდეგ ტრამპი დაბალანსდება და ვხედავ ძალიან ბევრ ნიშანს რომ ეს დაბალანსება ხდება და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იქნება ანუ ამერიკის ეროვნული ინტერესები ვერ შეიბღალება და ვერანაირად ვერ იქნება აქ ვექტორები რაღაცა რუსეთის მხარეს გადმოხრილი და ევროპაც გაძლიერდება და უკრაინას გაიმარჯვებს და ყველაფერი იქნება წესრიგში რა მე არ ვიცი ხა ივანიშვილი რა ფსონებს ეს უფრო რაღაცა თვითგადარჩენის რაღაცა ფაფხურს გავს და ჯერჯერობით ვერ ვხედავ მე იქედან წამოსულ დიდ სიგნალებს რომელიც ივანიშვილისთვის შეიძლება რაიმენაირად იმედის მომცემი იყოს დიდი მადლობა